1983 წელს ან 4 წელს მე თუ არ ვცდები არ შემეშალოს ფოკაში ტრაპეზი კეთდებოდა ღიაცის ქვეშ და წირვაუნები შემიგარიყო და პატრიარქმა ბრძანა მაშინ მოგვეტანა ძალიან დიდი ჯვარი იქნებოდა 10 მეტრიანი და ახალგაზრდა ბიჭები ვინც ვიყავით შეუდექით ამ ჯვარს ზურგით მივიტანეთ და დავდგით ეს ჯვარი აღვამაღლეთ და პატრიარქს ყავდა შოთა იყო მძღოლი მისი ეხლა ისიც გარდაიცვალა ღმერთმა აცხონოს სიმისული ძალიან კაი კაცი კეთილი კაცი იყო და პატრიარქს ასე ჩემზე უთხრა მხარზე დაარტყა ხელი და თქვენო უწმინდესობაო ეს ბიჭიო ჯავახიაო ნახე რა ბიჭიაო ტანიარაკლიაო განათლებაო წვერიც კი აქვსო და მოდიო ვაკურთხოთ და დავტოვოთ აქ 1983 წელს ხდება ეს და პატრიარქმა მაგ დროს ალბათ 30-მდე ზუსტად ვერ გეტყვი ხო და პატრიარქმა ასეთი სიტყვები უთხრა რა დამავიწყებს ჯერ ადრიაო ამასო ჩემთან მოიყვანენ როცა დრო მოვაო მე ვერც კი წარმოვიდგენდი 83-4 წელია და მას შემდეგ გადის 2002 წლამდე თითქმის 20 წელი არ გადის 20 წელი გადის და ჩვენმა მეუფემ რომ წამიყვანა წარმადგინა პატრიარქთან და რო შედიხარ ეხლა პატრიარქთან გასაუბრებასავით არის და მე ხელს აწევს პატრიარქი რომ აი გაკურთხონ და მეუფე ეუბნება რომ აი მოწესრიგებული ახალგაზრდა უხასიათებს ჩემ თავს ჩვენი მეუფე სერაფიმე სამი შვილის მამა უმაღლესი განათლებით მრევლია ჩამოყალიბებულია და ამ დროს პატრიარქი ასე ზის და თავი აქვს დახრილი უცებ აწია თავი ქეთ და რას ეუნება იცი მეუბნება გახსოვს მე შენ რა გითხარი ფოკაშიო ესე იგი გაგიხსენათ კიდე აი წარმოიდგინე 20 წელი გავიდა და პატარა ბიჭი ვიყავი მაინც შედარებით და რაღაც იქ რა მითხრა და ესე იგი ეს იყო ჩემთვის მე ხის გავარდნასავით და მეუფესაც გაუკვირდა ალბათ რომ რა უთხრა ახლა პატრი მინდა გითხრათ ძალიან მიყვარხართ ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ საქართველო არადროს არ დაეცემა საქართველო გაბრწყინდება ჩვენში არის ძლიერი გენები ვახტანგ გორგასალის დავით აღმაშენებელის და თამარის და მერი ვერადროს ვერ ძლევს საქართველოს დავოცვილი გახარებული იყავი თქვენ ღმერთმა გამთლიანოს სრულიად საქართველო როგორ ახარ იცნო როგორ ახარ კარგად არ მიცავი პატრიარქი ვარ ავტოგრაფი მომავლისათვის მე მინდა ესეთი ორი სიტყვა შემიძლია ვთქვა წამთეთ და გიყვარდეთ აი ეს თუ იქნება საქართველოში საქართველო აუცილებლად გადარჩება დავიღალე მოდი ჩემთან უფალო ღმერთო ძლიერო მძიმეა ჯვარი რომელიც მომმადლე მე მაგრამ წამს რომ შენი იმედით გავაგრძელებთ ცხოვრების გზას როცა მეცემი ამ ჯვრის ქვეშ ნუ დამტოვებ მე უფალო მოიღე მოწყალება და შენ მოდი ჩვენთან აღგვადგინენ და ვირსნი გავხადე სასუფეველისა შენისა იანი იღლება ადამიანს უწევს იმ ჯვრის ტარება რომელიც მისმა მას უფალება და ხშირი შემთხვევა როცა
ჩვენ თვითონ ვამძიმებთ ამჟღავნ. სკოლაში მე სწავლობდი, კარგად სწავლობდი, ესეთი მაინცა და მაინც თლად ფრიადოსანი არ ვიყავი, მაგრამ ესე სწავლობდი, მიყვარდა ძალიან, ლიტერატურა მიყვარდა, ისტორია მიყვარდა, მაინცა და მაინც მათემატიკას არ სწავლობდი. ხელოვნება მიყვარდა, მუსიკა მიყვარდა და ხატვა მიყვარდა და მე თვითონ ჯერ ფანქრით ხატავდი და მერე აკვარელით, ზეთით. მაინც და მაინც ხატვარი არ გამოვიდა ჩემგან, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ მე და ამიტომ კიდე ფუნჩს ხელს, თორემ მე მხატვარი არა ვარ. მე მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, მე არ ვიცი თქვენ შეასრულებთ თუ არა ამას, მაგრამ მე მინდა ასეთი ლოცვა კურთხევა მოგცეთ, რომ არადროს ორიონი არ დაუწეროთ მოწაფეს. იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია, გენიალურია და უბრალოდ ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა დავიღოთ რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ.